ახალგაზრდების დაჯილდოება გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. მოსწავლეებს, რომლებიც პროექტში თანამედროვე უნარებისა და კომპეტენციების განვითარება მონაწილეობდნენ, სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. გამოვლინდა საუკეთესო მოდებატე საჯარო სკოლის გუნდიც. გამარჯვება ახაშნის სკოლამ მოიპოვა. წარმატებული მოსწავლეები ეროვნულ ტურნირში იასპარეზებენ. დებატების რეგიონული ტურნირი ტრადიციულად სიღნაღის, საგარეჯოს, დედოფლის წყაროსა და სხვა მუნიციპალიტეტების მოსწავლეებს აერთიანებს. გურჯაანის მერიისა და საბიბლიოთეკო სამუზეუმო გაერთიანების მხარდაჭერით განახორციელეთ პროექტი ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციის განვითარების მიმართულებით. პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა, მასში 200-ზე მეტი ახალგაზრდა იყო ჩართული, სადაც ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები დებატების ტექნიკის სწავლებაში, სიტყვით გამოსვლის მიმართულებით იმუშავეს და ასევე გავმართეთ დებატების ტურნირი, დავასახელეთ საუკეთესო მოდებატეები, გამარჯვებული გუნდი და დღეს გურჯაანის ბიბლიოთეკაში ჩატარდა ღონისძიების დასკვნითი შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც ახალგაზრდები დავაჯილდოვეთ და მათ გადავეცით დამადასტურებელი სერტიფიკატი. პირველ რიგში 2 წელია რაც მონაწილეობთ უკვე და ამ პროექტში მონაწილეობით უფრო კომუნიკაბელური გავხდით, ზოგადი განათლება უფრო გამიფართოვდა. ამ დებატით ჯერ პირველ რიგში ემოციები იყო ძალიან დიდი, იმიტომ რომ თან ველოდებოდით და არ ვიცოდით რა პასუხი იქნებოდა და ძალიან გაგვიხარდა რომ მოვიგეთ. უდიდესი გამოცდილება მივიღე ამ პროექტისგან, ძალიან ბევრი ხალხი გავიცანი, კომუნიკაციის უნარი, უფრო ესე ვთქვათ, ჩამომეყალიბდა და განვითარება იყო ერთგვარი და ვურჩევ ყველას რომ მიიღოს ამ პროექტში მონაწილეობა, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ, უნარი, რაც შეიძლება ადამიანს ყოველთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგეს. მადლობა ყველას, ვინც მოგცა საშუალება რომ მონაწილეობა მიგვეღო ამ პროექტში. ზოგადად პროექტ დებატებში მონაწილეობ 2 წელი არის, ახლა ზაფხულში შესრულდება. შესაბამისად დებატებმა ძალიან ბევრი რამ მომცა, მაგათაც როგორც არის ჩემი აზრის სწორად ჩამოყალიბება, ასევე არგუმენტირებულად გადმოცემა სხვის მიმართ, ასევე სმენის კულტურა ჩამომიყალიბა, თუ როგორ უნდა მოусმინო სხვას კარგად და შემდგომ იმის ნათქვამი და გამოიტანო დასკვნა და შემდგომ შენი, ანუ ჩემი ნათქვამი გადმოვიტანო სწორად, როგორც დებატებში ხდება.